და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველ ებრაელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი გაიმართა. საღამოზე ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენებად შედგა ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ მოდიშარიაც დაესწრნენ. ჯემალ აჯიაშვილის წიგნი გამოვეცით. ნეტავი ძალიან გვიან გამოცემულიყო, იმიტომ რომ მაინც ეს მის სიკვდილთან არის დაკავშირებული, რომ ვერავინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ჯემალი ჩემი მეგობარი იყო, შესანიშნავი პოეტის თავად მოაზროვნეთ და შესანიშნავი მთარგმნელი. ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის სამყარო, რომელმაც თავი თარგმანი ჯემალ აჯიაშვილმა გამაცნო. ქართულ პოეზიაში და ქართულ ხმოვანებაში შეიტანა ახალი ჟღერადობა. ახალი ქართული პოეტური ენა მოიგონა და შეთხზა. ის იყო ერის მეგობარი, ეს იყო ერის სიამაყე. და მე ვთვლი ეს აი შვილას ვიცავ ჩემთვის, აი კაცურად გეტყვით, რომ უდიდესი პოეტია ჩემთვის რეზო ამაშუკელი და მე ვთვლი, რომ აი ეს ებრაელური წარმოშობის კაცი, ქალაქელი კაცი, ჯემალ აჯიაშვილი. ეს იყო გასხივოსნებული პოეტი, მსოფლიო პოეტი.